დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ რასაკვირველია ადამიანზე ვსაუბრობთ და ხას უსვამთ ყოველთვის იმას, თუ რატომ საუბრობთ ადამიანზე. ჩვენი გადაცემის კონცეფციის საფუძველია ადამიანი და თქვენ იცით ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება ადამიანის სიცოცხლის მიმართ, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველაზე გასაფრთხილებელია ნებისმიერ საზოგადოებაში. შესაძლოა თქვენი ყური მიეჩვია ამ ფრაზას, შესაძლოა ზედმეტად ხშირად ვიმეორებთ, მაგრამ ფიქრობ, რომ სწორედ ამაზე ფიქრით უნდა ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი საუბარი მხოლოდ ორგანოების ჯანმრთელობაზე წუხილს დაემსგავსება, რაც არ არის ჩვენი გადაცემის ამოცანა. და როდესაც საუბრობთ რა განსაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელობას მთლიანად ამ კონტექსტში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ტვინის მნიშვნელობაზე, გულის როლზე, ნებისმიერ ორგანოზე, თუმცა თანამედროვე მედიცინა გვეუბნება, რომ ჩვენი გუნებგანწყობაც კი დამოკიდებულია ორგანოზე, რომელსაც ნაწლავი ჰქვია. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის მიკროსამყარო, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ და რომელმაც შეიძლება განსაზღვროს ჩვენი ავადობაც, ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი დღეგრძელობაც და ცხოვრების ხარისხი. და აი ამ სამყაროს ჰქვია მიკრობიოტა, ანუ ცოცხალი სამყარო, თვალით უხილავი, მიკროსკოპული, რომელიც არის ჩვენი თვალის ლორწოვანზე, ჩვენს კანზე, არის ჩვენს სასუნთქზებში, არის გენიტალიებზე, არის რა თქმა უნდა ნაწლავებში. პრაქტიკულად მთელი ჩვენი ორგანიზმი მოფენილია ამ მიკროორგანიზმებით და მათი ერთობლიობა ქმნის მიკრობიოტას. სწორედ მათი ერთობლიობა იმ ცხოველქმედებასთან ერთად, რაც მათ არსებობას უკავშირდება, ეს არის თეატრი და აი ამ თეატრს უწოდებენ მეცნიერები უკვე მიკრობიომს. ხოლო მათი გენების ერთობლიობა აღმოჩნდა, რომ თავად ადამიანის გენებს აჭარბებს რაოდენობრივად. უფრო მეტიც, ჩვენი მიკრობიომის და მიკრობიოტას წონა არის ადამიანის ტვინზე უფრო მძიმე და შესაბამისად ჩვენს გვიჩნდება კითხვები, სად არის ზღვარი პირველ ხარისხოვან და მეორე ხარისხოვან მოვლენებს შორის. თუმცა დღეს ჩვენ ამაზე სასაუბროდ ბევრი საბაბი გვაქვს, მე უბრალოდ გაგახსენებთ. მე ამას ვეძახი სახელმწიფოში. ასეც მიწერია ჩემს წიგნში, როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობ, სახელმწიფოში. დღეს სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ და დავიწყებთ სიახლით. პირისღრუს ბინადარი ბაქტერიები ერთმანეთთან საუბრობენ და ქმნიან ქვორუმს. ვიცი ეს სიტყვები დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ მინესოტას უნივერსიტეტის დენტალური სკოლის მეცნიერების კვლევებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ პირისღრუში ბინადარი ბაქტერიები ერთმანეთს მუდმივად უგზავნიან სიგნალებს. დიახ, სწორედ კონკრეტული ქიმიური სიგნალები არის ის განსაკუთრებული ენა, რომელსაც ურთიერთობისთვის იყენებენ ბაქტერიები. ეს პროცესი პრაქტიკულად უწყვეტია და პირისღრუს ბინადარი ასეულობით ბაქტერია ამ პროცესში არის მუდმივად ჩართული. და სწორედ აი ამ პროცესს უწოდეს ქვორუმის შეგრძნება. რა ახდენს გავლენას ქვორუმს? აღმოჩნდა, რომ ქვორუმი შეიძლება შეიცვალოს, თუ შეიცვლება ხელმისაწვდომობა ჟანგბადის. დიახ, რამდენად ხელმისაწვდომია ჟანგბადი ბაქტერიებისთვის, ამან შეიძლება იქონიოს გავლენა არა მარტო ბაქტერიების ქვორუმზე, არამედ მიკრობიომზე ზოგადად, კარგი და ცუდი ბაქტერიების თანაფარდობაზე. რა მნიშვნელობა აქვს ამ ინფორმაციას? სპეციალისტები თვლიან, რომ ეს და მსგავსი ინფორმაცია სულ მოკლე ხანში შეცვლის იმ ტაქტიკას, რომელსაც ექიმები იყენებენ პირისღრუს დაავადებების მკურნალობისთვის და განსაკუთრებით ღრძილების პრობლემათა მკურნალობისთვის. როდესაც მე ვიყენებ ხოლმე ფრაზას სახელმწიფოში, ამისთვის უამრავი საბაბი გვაქვს და მიზეზიც. და უამრავი მტკიცებულება არსებობს და ამაზე დავიწყეთ ჩვენ საუბარი ჯერ კიდევ 2008 წელს დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმართან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაშინ პირველად ვისაუბრეთ ნაწლავის პასპორტზე, რომელიც იმდენად უჩვეულოდ ჟღერდა, რომ საზოგადოება სრულიად მოულოდნელად შეხვდა ამ ფაქტს და შეხვდა დიდი ცნობის მოყარებით. მას შემდეგ ჩვენ არ შეგვიწყვეტავს ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ მედიცინა არ გაჩერებულა ამ მიმართულებით და ყოველდღიურად ახალ-ახალი მტკიცებულება ჩნდება იმის დასტურად, რომ ნამდვილად ნაწლავი არის სახელმწიფოში და როდესაც ჩვენ საუბრობთ ნაწლავთან დაკავშირებულ თავისებურებებზე, ძალიან ძნელია ეს საკითხი ერთ გადაცემაში მოვაქციოთ, ამიტომ არის ჩვენი საუბრები როგორც წესი დანაწევრებული და სხვადასხვა წახნაგს წარმოგიჩენთ ხოლმე. დღეს ჩვენ საუბრობთ იმ უცნაურ მდგომარეობაზე, რომელიც ერთ
ერთი შეხედვით თვალით უხილავ ცვლილებებს უკავშირდება, მაგრამ ძალიან ხილული გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე, თუნდაც იმიტომ, რომ ბაქტერიები იწყებენ განსხვავებულად გამრავლებას. ბაქტერიები აღმოჩნდებიან იქ, სადაც ერთი შეხედვით არ უნდა იყვნენ ამდენი რაოდენობით და ჩვენ ვლაპარაკობთ კონკრეტული უბნის დაბინძურებას, ნაწლავის კონკრეტული უბნის გადატვირთვაზე გარკვეული ჯგუფის ბაქტერიებით. მოგეთ, თავი რომ არ შეგაწყინოთ ამ თემაზე საუბრით, პირდაპირ უფრო მეტად კონკრეტული საკითხებით გავაგრძელებთ საუბარს, როგორც უკვე გითხარით ჩვენი გადაცემის მეგობართან და დღევანდელ სტუმართან ერთად, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ, იგი გახლავთ ექიმი თერაპევტი, ინტერნისტი, გასტროენტეროლოგი ბატონი გიორგი გვილია. დილამშვიდობისა გიო. მოგესალმებით დილამშვიდობით. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენი საუბრები არის უკიდურესად ხანდაზმული, თანამედროვე რეალობის პარამეტრებით თუ შევაფასებთ, როგორც სწრაფად იცვლება თუნდაც მედიცინაში ინფორმაცია და თუნდაც იმ დარგში, რომელზედაც დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ. მაგრამ მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ რაზედაც ჩვენ დავიწყეთ საუბარი, ეს ტენდენცია და ეს მიმართულება მხოლოდ განმტკიცდა და მედიცინას ერთი წუთითაც აღარ ეპარება ეჭვი, რომ სწორედაც არის ეს საიდუმლო, რომლის ამოხსნა და რომლის გამჟღავნება შეიძლება იყოს ის გასაღები, რომელიც ადამიანებს ძალიან ბევრი პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. დღეს ჩვენ საუბრობთ ძალიან უცნაურ მდგომარეობაზე, ბაქტერიების დამსახურებით შეცვლილ ამინდზე ჩვენს ნაწლავში და კერძოდ წვრილ ნაწლავში. რაზე ვსაუბრობთ, რამდენიმე ძირითადი მომენტი, რომ მარტივად ავუხსნათ მაყურებელს და მე როგორ იგრძნობს ადამიანი, აი ამაზე ვისაუბროთ. კი ბატონო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. შემიძლია ვთქვა, რომ ეგ საკითხი ერთ-ერთი ძირითადი და კარდინალური საკითხია ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს შორის. ეს არის წვრილ ნაწლავში, მსხვილი ნაწლავის, თუნდაც არა, ძირითადად მსხვილი ნაწლავის ნორმალური ბაქტერიების გამრავლება მსხვილი ნაწლავში უნდა იყვნენ, იყოს ის ბაქტერიები დიდი რაოდენობით, აი, წვრილ ნაწლავში ნამდვილად არ უნდა იყოს და როცა ეს ხდება, რატომ რაღაც მიზეზების გამო, როცა წვრილ ნაწლავში ეს დაავადების არ გამომწვევი მსხვილი ნაწლავისთვის ბაქტერიები მრავლდება წვრილ ნაწლავში, ამ დროს მიიღება სინდრომი, რომელსაც ჰქვია წვრილ ნაწლავში ბაქტერიების გამრავლების სინდრომი, გინდათ დაბინძურების სინდრომი, იგივე კონტამინაცია უცხო ენაზე და ამას მოყვება უამრავი სიმპტომატიკა. და ამ სიმპტომატიკის უდიდესი ნაწილი არის ზუსტად ის ჩივილი, რისთაც პაციენტი თავარი მომართვიანობაა თერაპევტთანაც და გასტროენტეროლოგთანაც. ეხლა ეს სიმპტომები არასპეციფიკურია, გასტროენტეროლოგიურ სხვა ჩვეულებრივ რეალურ ორგანულ დაავადებებსაც ახასიათებს და ამ გამრავლების სინდრომსაც. ანუ რა არის? სწრაფად სისავსის შეგრძნება კვების შემდეგ, შებერილობა, კუჭის მოქმედების დარღვევა. ხო მარტივად ითქმება, მაგრამ ამას იმდენი გავრცელება აქვს, მე რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს ემოციურ სისტემაზე ძალიან დიდ. ამას უჩივის ლამის 10-დან 7, 10-დან 8, ძალიან ხშირია ეს სიმპტომები. ფაქტიურად შეიძლება იეჭო კიდევაც გამოკვლევის გარეშეც, მაგრამ ამ სინდრომს აქვს თავისი გამოკვლევის საშუალებები. ძირითადად არის რაღაც 3 ტიპის აირზე, ჯერ ისი გამოკვლევაც შეგვიძლია, არის 3 ტიპის აირი, ყველაზე გავრცელებული, როცა ეს გამრავლებული ბაქტერიები წყალბადს გამოიმუშავებენ დიდი რაოდენობით, მეორე ცოტა ნაკლებად გავრცელებულია, როცა ეს გამრავლებული ბაქტერიები მეთანს გამოიმუშავებს და უფრო ნაკლებად გავრცელებულია, თუმცა უფრო მეტად შესამჩნევია, როცა გოგირ წყალბადს გამოიმუშავებენ ხოლმე დიდი რაოდენობით. სხვადასხვა ტიპის ბაქტერიას მიეწერება ჯგუფს, უпростоრად ამ სხვადასხვა აირის გამომუშავება, თუმცა თლათასეთი მკაფიო კავშირები ერთმანეთთან არ არის. უფრო ვრცელია, რა თქმა უნდა, წყალბადის გამომუშავებით მიმდინარე ბაქტერიების გამრავლება. ესენი ჩვეულებრივი ბაქტერიები, რომელიც ჩვენთან მსხვილ ნაწლავში უნდა იყოს, დაუშვათ ეს ანაერობები, ბაქტერიები, პრეოტელები აუცილებლად უნდა იყოს ჩვენ ნაწლავში და ჩვეულებრივი ამბავია. გარდა ამისა, გრამდადებითი ბაქტერიები, სტრეპტოკოკები, ენტეროკოკები, აი ეს კარგი ბაქტერია, ლაქტობაცილოსი, რომელიც დიდი რაოდენობით თუ გამრავლდა, გამოიწვევს წვრილ ნაწლავში ბაქტერიების გამრავლების სინდრომს. ასევე გრამუარყოფითი ბაქტერიები, ეს უკვე ნაწლავის ჭხირი, კლეფსიელა ეშერიხია. მოკლედ, ესენი ჩვეულებრივი ბაქტერიები, მაგრამ წვრილ ნაწლავში გადასახლებულები რაღაც თავის სიმპტომებს იწვევს. აღმოჩენის მეთოდები არსებობს ამ ბაქტერიების, ეს არის სუნთქვითი ტესტები. მართალია, ეს არც ერთი სუნთქვითი ტესტი ძალიან დიდი სიზუსტით არ გამოირჩევა, იმიტომ რომ
ბევრი პირობა აქვს შესასრულებლად საჭირო და მართალი გითხრათ, ცოდვა გამხეილი ჯობს ამ შემთხვევაში. კლინიკაში ამის ზუსტად შესრულება მთლად ისეთი არა. ტექნიკურ შესრულებას იმიტომ რომ ადამიანი რაღაც ისეთი კვების სტილია წინდასაცავი, რაღაც ბევრ მედიკამენტს არ უნდა ღებულობდეს. ანუ მოსამზადებელი პირობებია. მოსამზადებელი პერიოდი აქვს ბევრი და თან გამოკვლევის პერიოდში რაც თავარია. არ არის ისე რომ აი რაღაცა პირველი ამონასუთხი ხაერი გაზომე და მერე გავუშვი თურმე უნდა ერთი და იგივე ადგილზე უნდა იყოს, არ უნდა გადიოდეს რაღაც. მოკეთ, ბევრი პირობა აქვს, მაგრამ მაინც არსებობს ესე იგი რეალურად ასეთი ტესტები და ასე ვამუშავებთ ჩვენ ამ ტესტებს. ეს არის წყალბადის მიხედვით არის თუ ამ 90 წუთი გრძელდება, ნუ უფრო სრულყოფილებისთვის 120 წუთია, მაგრამ თუ 90 წუთში ამოსუნთქულ ჰაერში მას შემდეგ რაც ადამიანს დაალევიებ ლაქტულოზას ან გლუკოზის წყალხსნარს, მას ამოსუნთქულ ჰაერში წყალბადის რაოდენობა აქვს 20 ppm, ეს არის ესე იგი ნაწილი მილიონედი ნაწილი ეს მცირე პრომილეს ვარიანტი, ანუ მცირედ განზევებული ნივთიერებებისთვის გამოიყენება, თუ დააფიქსირებ ამაზე მეც უკვე ამბობ, რომ ეს არის ბაქტერიის გამრავლების სინდრომი. მეთანის შემთხვევაში ეს სხვანაირად არის, 10-ზე არის უფრო ნებისმიერ დროს დააფიქსირებული და აი გოგირდ წყალბადის შემთხვევაში არის კიდე განსხვავებულად, თუ ამოსუნთქულ გოგირდ წყალბადს ვერ იჭერ. თუ ამოსუნთქულ ჰაერში უცბად წყალბადი დაბლავარდება, აი მაშინ უნდა იეჭო რომ არის გოგირდ წყალბადი, თან ამოსუნთქულ ჰაერში არის ეს გოგირდ წყალბადის ლაყი კვერცხის სუნის მქონე არის. უნდა ჩაგერთოთ ბატონო გიორგი. როდესაც ჩვენ წლების მანძილზე ამ თემებზე, ამ სამყაროზე ვსაუბრობთ, მოდით ამ თემებზე არ ვთქვი, ამ სამყაროზე ვსაუბრობთ, ამ უხილავ სამყაროზე. თქვენ ყოველთვის გარკვეული გზამკვლევით მიყავთ ხოლმე მაყურებელი ერთი კონკრეტული მდგომარეობიდან ან ჩივილიდან ამ პრობლემის გადაჭრამდე. ახლა ჩვენ გზადაგზა გვიჩნდება ცხადია კითხვები და დარწმუნებული ვარ მაყურებელსაც გაუჩნდება კითხვები. თქვენ ბრძანეთ რომ საკმაოდ მრავალფეროვანია გაზთანარევი და სამი ძირითადი კომპონენტია, თქვა წყალბადია, მეთანია, გოგირდ წყალბადია. სხვათა შორის, როდესაც ლობიოს გადავამუშავებთ, სწორედ ეს გაზები წარმოიქმნება და ეს გაზებია დისკომფორტს რო უქმნის ადამიანებს და მერე ნაწლავის შებერილობა და მეტეორიზმი და ასე შემდეგ რო აწუხებს. მაგრამ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ დაუპატიჟებელ სტუმრებზე, მსხვილ ნაწლავში, სადაც პრაქტიკულად გადამუშავების პროცესი სრულდება და ბოლო აკორდი უნდა აიღოს ორგანიზმმა, აი იქ უნდა იყოს და ეს დაუპატიჟებელი სტუმარი აღმოჩნდა წვრილ ნაწლავში, სადაც თავარი ფაბრიკა თუხთუხებს და მუშაობს. და იქ იწყება ეს პროცესები და ამ დროს ვიცით რომ წყალბადით, მეთანით, გოგირდ წყალბადით გამიჯნა შეიძლება პაციენტისათვის, ადამიანს, რომელსაც დისკომფორტი აქვს, რა მნიშვნელობა აქვს ამას? დიაგნოზის ან გაზის შეფასების მერე რა იცვლება? განსხვავებული თქვა ტაქტიკა გვაქვს და განსხვავებულ სტრატეგიას შეიმუშავებს ექიმი? რა თქმა უნდა და როგორც ახლა აი საით მოვუხვიეთ რა თქმა უნდა, როგორც ახლა მოუყვებით და თეორია არის კარგი და ლამაზად დავარცხნილი და დაწყობილი, ასევე რო იყოს მისი მკურნალობის პრაქტიკული შედეგები, ბედნიერი იქნება ექიმის და პაციენტის, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის და ამას ბევრი ფაქტორი გააჩნია. ესე იგი, ეს ჰაერები რატომ წარმოიქმნება წვრილ ნაწლავში? წვრილ ნაწლავში იმიტომ წარმოიქმნება, რომ ეს ბაქტერიები ნახშირ წყლების გადამამუშავებელი ბაქტერიებია და ისინი გამოიმუშავებს ნახშირ წყლების გადამუშავების გამო, აი გამოიმუშავებს ამ აირებს და ეს აირები სისხლში ხვდება. ეხლა არ გვეგონოს ჩვენ რომ იმ დაუშვათ ის ხალიტოზი ანუ სუდის სუნი პირიდან ხო და თუნდაც გოგირდ წყალბადის სუნი ხო, მარტო ის არ არის ქვემოთ რო წარმოიქმნება ის სუნი ამოდის, არა ის გადადის ეს აირი გადადის სისხლში და მე ამოსუნთქო ხაერში ფილტრში რო გაივლის ეს სისხლი, იმას ამოვისუნთქავთ, იმიტომ არის ეს სუნი, მაგრამ სუნს ვინჩივის მარტო რა თქმა უნდა ძალიან შემაწუხებელია. ამის მერე ირღვევა ნაწლავის მოტორიკა, როგორც ზედა ნაწილის, ასევე ქვედა ნაწილის. ამასთან ერთად ძალიან ხშირად არის ამასთან აწყობილი მეორე უდიდესი ფუნქციური დაავადება, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, შეკრულობით თუ აი მაგალითად უპირატესად მეთანის წარმოქმნით მიმდინარე მდგომარეობა როცა არის, მაშინ შეკრულობისკენ მიდრეკილება. ძნელად იცლება ნაწლავი, სავსეა მუცელი, აი სულ გადაბერილის შეგრძნება აქვს პაციენტს. უპირატესად წყალბადის წარმოქმნით რომ არის, იქ შეიძლება ისიც იყოს და ისიც იყოს. ხან დიარეა იყოს და ხან გოგირდ წყალბადის შემთხვევაში ძალიან ხშირად უთქვამთ ხოლმე პაციენტს, განავალი მაქვს მუქი, ყველას ეშინია რომ სიდენა არა. გოგირდ წყალბადის წარმოქმნით შეიძლება იყოს განავალი მუქი, უფრო მყრალი სუნი აქვს ამ მდგომარეობას და უფრო მეტად მიდრეკილია ფაღარათისკენ.
აი ეს არასდროს არ მთავრდება და იმიტომ არ მთავრდება, რომ ამ ბაქტერიების გამრავლებას ხელს უწყობს სრულიად ჩვეულებრივი საკვები, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ პრაქტიკაში ყოველდღიურად მივერთმევთ ჩვენ იმ საკვებს და ეს არ არის ეგრეთ წოდებული არადიეტური ძალიან მავნე საკვები. ეს არ არის მაინდამაინც დამწვარი ცხიმი, მაინც და მაინც ალკოჰოლი, თუმცა თუ სულფიტებით არის დამუშავებული ორი წყალბადიან ვარიანტს იწვევს. ეს არ არის ძალიან შემწვარი, მოკლედ რაც ვიცით ზოგადად ბავშვები და რაც მოგდგამს, რომ აი ეს საკვები არის არადიეტური, არა სრულიად ჩვეულებრივი ნორმალური, მარტივი ხილი, მარტივი რძის პროდუქტები, მარტივი ნახშირწყლები, აი რაც ჩვენ ყოველდღიურ საკვებში არის. ესე იგი, რა უნდა ქნას ასე დროს ადამიანმა? ამას ჭირდება მკურნალობა და ჭირდება მკურნალობა ზუსტად ანტიბიოტიკებით. ეხლა აქ ვაწყდებით შემდეგ პრობლემას. ესე იგი, ანტიბიოტიკმა არ იცის განსხვავება ის ბაქტერიებში ამცირებს კი წვრილ ნაწლავშიც, ანუ ზემოთ ანტიბიოტიკი შეამცირებს ბაქტერიებს მსხვილ ნაწლავშიც. ამიტომ ამისთვის არის სპეციალური მოწოდება, აი თუ წყალბადის წარმოქმნით არის მიმდინარე, მაშინ ეს ტიპი ანტიბიოტიკების და ეს არის ანუ შერჩევით. რა თქმა უნდა, ეს არის მსხვილ ნაწლავის ტიპის მიხედვით ადამიანზე ანტიბიოტიკი მოქმედებს განსხვავებულად. კი, რა თქმა უნდა, ფილტვების ანთება შეიძლება ცეფალოსპორინი ჭირდებოდეს. ანტიბიოტიკების დიდი ჯგუფია, მაგრამ თუ ადამიანის აქვს პირველი ენტეროტიპი, იმას ისედაც ღარიბი აქვს ეს ბაქტერიალური ფლორა, აი მაშინ ამ ცეფალოსპორინები მისთვის დიარეის გამოწვევია, დიდხნიან დისბიოსს გამოიწვევს. მთლიანად წონასწორობიდან გამოიყვანს ამ შემთხვევაშიც კი ბატონო, მაგრამ თუ ადამიანს მსხვილ ნაწლავის ტიპი ისეთი აქვს, რომ აი ეს ანტიბიოტიკი მისი მსხვილ ნაწლავის ტიპისთვის მაინც და მაინც სასურველი ვერ არის, ის ასეთ კარდინალურ შედეგს ვერ იგრძნობს, ვიდრე ის ადამიანი, რომელსაც მსხვილ ნაწლავის ტიპი ისეთი აქვს, რომლისთვისაც ეს ბაქტერიები ცუდი არ არის. ამას ემატება კიდე რა? ჩვენ ასეთი იზოლირებული დაავადებები ხო არ გვაქვს. ამისთან ახალ გასტრიტიც ჩვენ ხანდახან დისპეპსიას რო უწოდებთ, სანამ თქვა გასტროსკოპიას გავაკეთებ, აღმოჩნდება რომ მონელებასთან დაკავშირებული სხვა სირთულეები. ჩვეულებრივი ჰელიკობაქტერული გასტრიტი აქვს. არ არის აუცილებელი წყული ქონდეს, ის ეროზიები ქონდეს და ლორწოვანი იყოს დაზიანებული. აღმოჩნდება ჩვეულებრივი გასტრიტი და ჰელიკობაქტერული. ხო ის აუცილებლად ეს იგი მკურნალობ ჰელიკობაქტერს და აღმოჩნდება, რომ აღარც მოცელია, აი გადასარევად არის პაციენტი 2 კვირის მერე და მერეც იხსენებს, რომ აი ანტიბიოტიკებს რო ვიღებდი, რა კარგად ვიყავი და ვიღაცა შეულებრივად წყულს კურნალობ ჰელიკობაქტერის სამკურნალო პრეპარატი აუცილებელი, ხო? რამდენიმე კომბინაცია ანტიბიოტიკის, ის კი იტყვის, რომ აი კუჭის ტკივილმა გამიარა, მაგრამ აი მუცელი გამებერა, ისა ფაღარათი მაქვს, და ეხლა დამეწყო ეს დისკომფორტი. უკვე ცუდი ექიმი ხარ და არ იცის ექიმმა ეს წინასწარ, იმიტომ რომ მე მსხვილ ნაწლავის მასე ტიპზეა დამოკიდებული. ეხლა მეორე ტიპი, მეთანის შემთხვევაში რომელსაც თურმე განსხვავებული თუმცა ის მეთანის გამომუშავებლები თურმე ბაქტერიებიც არის არქეებს უწოდებენ ამას ამ მიკროორგანიზმებს, რომლებსაც გარდამავალია, ესე იგი, ბირთვიან და უბირთო ერთუჯრედიანებს შორის. აი ამ მეთანის გამომუშავებელი ბაქტერიები თავისი სპეციალური სახეობაც ჰქვია. ხო, ამათვის სამკურნალოდ ერთი ანტიბიოტიკი არ გამოდგება. ამიტომ ხედავთ სუნთქვით ტესტებით განასხვავო უნდა, განსხვავებულია ამათი მკურნალობა. ერთნი იტყვიან, რომ დავიბადე ექიმო თავიდან რა კარგად ვარ, მეორე იტყვის, რომ იცით რა, აი რაღაც თავიდან მუცლის შეფერილობა მომეხსნა, მაგრამ აი მე ფაღარათი ან პირიქით შეკრულობას იწვევს, შეკრულობა გამივითარდა. აი სრულიად განსხვავებულია სხვადასხვა ადამიანის მიხედვით და რა ვქნათ ეხლა მედიცინაში სუასია, რაღაცა უნდა აწონ-დაწონოს, რაღაცას შველის, რაღაცას ცოტა ვერ შველის და ამიტომ არის ექიმი ცუდ მდგომარეობაში ასეთი დაავადებების მკურნალობის დროს და იმით განსხვავდება ეს მდგომარეობა დავუშვათ რა ვიცი, მაგალითად შემიძლია მოვიყვანო გულის იშემიური დაავადების მარტივი ფორმა, რომელიც მოითხოვს სტენტირებას და იცი რომ სიძარღვე დავიწროებულია, იცი რის გამოც არის, სტენტს ჩადგავ, თქვა ქოლესტერინის დამწევს წნევას, ანუ იქ გარკვეული ხარ რა უნდა დანიშნო და მოქმედების რეგულაციასაც 10-დან 8 შემთხვევაში ტიპურია და ერთნაირია. აქ ამნაირი არ არის, აქ ადამიანზეა კიდე დამოკიდებული და რა მოდის ახლა აქ მოდის უკვე დიეტა. დიეტა, რომელიც ძალიან ფართ ეცნება, აგერ დამეთანხმებით, იმიტომ რომ ეგ სპეციალობა ხო თქვენია, დამეთანხმებით, რომ აი აქ უკვე ძალიან ძნელი ამბავია. იმიტომ რომ კი გვაქვს ჩვენ ეს მოცემული წესი, რომ ეს უნდა იყოს ეგრეთ წოდებული low FODMAP დიეტა, ანუ ფერმენტირებადი ნახშირწყლების ნაკლებად შემცველი დიეტა და მთელი სქემებია თუ ინტერნეტში და თუ ყველანაირად და პაციენტსაც ვაძლევთ ხოლმე რომ აი მისდი ამ დიეტას. მათ შორის ჩემს სიგრძეში არის დეტალური. ძალიან საკმაოდ ძნელი ამბავია. აი იმ დიეტის შესრულება რეალურ ცხოვრებაში ადვილი არ არის. ხა ამისთვის უნდა იყოს ძალიან ისეთი კეთილმოწყობილი თუ ფინანსურად და თუ დროის მიხედვით
რომ აი ეს დიეტა კარგად შეიოს, თან სპეციალისტები უნდა გყავდეს, იმიტომ რომ ჩვეულებრივი რეალური ადამიანი, რომელიც დილით გავიდა და გვიან მოვიდა და შრომობს და ვერ ახერხებს ასე ამ საკვების, აი რასაც თავის სუპერმარკეტში შეიძეს, იმით უნდა იყვებოს, იმისთვის ამ low FODMAP დიეტის დაცვა არის პრაქტიკულად შემაში შეებულებაში უნდა გავიდეს და თავს ისე მიხედოს, რომ ეს დაიცვას. გარდა ამისა, თავისთავად ეს კვების მოდელი არის შეზღუდული კვების ვარიანტი, რომლის ხანგრძლივად გამოყენება თვითნებურად ადამიანს არ შეუძლია. 2-4 კვირა, 1 თვე, მერე უნდა დაანებო ამას თავი. და სპეციალურად უნდა მოიფიქროს სქემა, უბრალოდ არსებობს სქემები, რომლის მიხედვითაც მე უნდა შემოიტანო პროდუქტი ისე დააკვირდე და ასე შემდეგ. აბა რა და აი ხარ მანდარი მთელი ამბავი რომ აი ეს ხო არის low FODMAP დიეტა. მეორეა აი გოგირდ წყალბადის წარმოქმნით რომ მიმდინარეობს იქ დაბალი სულფური დიეტა, აი სულფიტური არა, დაბალი სულფური დიეტა. აქ აი ესენი ერთმანეთის გადამფარავი ელემენტი ერთმანეთს ეწინააღმდეგება ეს დიეტები ხა ამისი დაწვრომალებით მოყოლა ბრძნელი სათქმელია ესე ბრძნელი მოსაყოლია ეს ამბავი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რაღაცნაირად კონკრეტულად უნდა შეარჩიონ დაუშვათ აქ არ გამოიყენება ესე იგი წითელი ხორცი, საქონლის ხორცი, კვერცხი, თევზის რაღაც სახეობები ის low FODMAP დიეტაში თავისუფლად გამოიყენება აქ უფრო პირიქით წახალისებულია აქ ესე იგი ქათმის ხორცი თუმცა რაღაც საერთოები აქვს და რას აკეთებს ახლა პრაქტიკოსი ექიმი რა უნდა ქნას რაც საერთო აქვს ამათ და შეიძლება ორივე შემთხვევაში გამოიყენო ძირითადად იმას ურჩევთ ხოლმე ეხლა კიდე სადაც გვაქვს ცალსახად მეტნაკლებად შთაბეჭდილება უფრო მეტი რომელი სურათი ჭარბობს კლინიკური სიმპტომით რომელი ვარიანტი და დაახლოებით ამას ურჩევ ეხლა არ მთავრდება ეს მდგომარეობა არასდროს და გეუბნება პაციენტი რომ აი ექიმო რომ კურნალობდი ანტიბიოტიკს რო ვიღებდი იმ ერთი თვის განმავლობაში ვიყავი კარგად მე რეაგერ მეზობლის ქორწილი იყო სადღაც იქ წავე არა ქორწილიც არ არის აუცილებელი ჩვეულებრივი სახლის საჭმელი ჩვეულებრივი დავამზადე მომენატრა ეს ჩვეულებრივი რაც შეგვიძლია და ყველაფერი თავიდან დაიწყეს და დაიტო რა თქმა უნდა დაიწყება თავიდან იმიტომ რომ ის ბაქტერიები ხო ვიცით 20 წუთში ერთხელ მრავლდება ახლა ბაქტერიებს იქ ვერ გამოლევ ეხლა აქ მთელი მედიცინა, ну, ძირითადად ეს ოფიციალური წყაროები ამაზე მაინც დუმის არჩევენ, მოწოდებულია რაღაც სქემა, გეუბნება ამას მისდია და უნდა მორჩეს. არ არის ეს ასე, არ რჩება ეს მდგომარეობა. ამის მერე ექიმი ჭვალობს, პრაქტიკოსი ექიმი ჭვალობს და შერჩეულია ესეთი ვარიანტი, რომ მოდი რაღაც პერიოდი ეს გავაკეთეთ, მე რაღაც პერიოდი მოვეშვით, მე რაღაც პერიოდი ანტიბიოტიკი გავიმეორეთ, ისევ დიეტა გამოვიდეთ, ეს 2-3 თვეში ერთხელ შეიძლება გამეორებებით ხდებოდეს. ეხლა რამდენად ამას შეასრულებს პაციენტი ეს ძალიან ძნელი წარმოსადგენია. ხა იმას, რომელსაც ინფარქტის და მაღალი წნევის ეშინია, ეს წნევის წამას და შაქრის წამას და მას უფრო მოწესრიგებულად ღებულობს და აი მუცელი გამებერა, კუჭი ამეშალა, მე რაღაც ბოყინი მქონდა, გულძმარვა მქონდა, ეს მაინც არ არის ის სიმპტომები, რომლის გამოც ადამიანი არის შეშინებული, ნერვები შეიძლება კონდეს აშლილი, მაგრამ აი შეშინებულია და ძალიან სკრუპულოზურად ასრულებს ამ ყველაფერს, მაინც არ აკეთებს. ამიტომ პრობლემა რჩება გადაუჭრელი და ეს პაციენტები დადიან ექიმი ჩემგან, სხვა ექიმთან, იქიდან ჩემთან, კიდე მესამე ექიმთან და არის აი ვისაც გაუმართლებს რაღაცა პერიოდი, რომ თქვათ იმის იმკურნალობა მოერგო ამის ბაქტერიულ ტიპს, თქვათ მსხვილი ნაწლავისას, ან იმ პერიოდში დიეტა კარგად დაიცვა, ან ემოციურად უკეთესად ქონდა მდგომარეობა, იმ დროს იყო კარგად. სხვა პერიოდში ისე ვიწყება ეს ყველაფერი, ამიტომ ძალიან ძნელია, ესე იგი, ამან მოიცვა მიგითხარით, აი მედიცინის სხვა დარგებიც მოიცვა. ეს არ არის მარტო გასტროენტეროლოგიის პა. მე ამას მოყვება არტერიული წნევაც, ამას მოყვება გულში შემეორ და ფსიქოემოციური წონასწორობის დაკარგვა და ცხოვრების ხარისხის გაუწევი. ამას მიდმულია ზუსტად ის ინსულინო რეზისტენტობა, მერე წონის ამბავი, ან რაც ენდოკრინოლოგებისთვის ახლა არის ძალიან გავრცელებული მდგომარეობა, მერე ირღვევა ეს ყბადაღებული ინდექსები და მერე უკვე ენდოკრინოლოგს უვარდება ხელში პაციენტი და მერე იქ მიდის ეს ისა ბრძოლა. ასე რომ საკმაოდ ძნელია და საკმაოდ სერიოზული ამბავია მიუხედავად იმისა, რომ ამით ლოგინში არ ჩავარდები და საწოს მიჯაჭვული არ იქნები და თქვათ, აი ესეთი ინვალიდიზაციას ამ სტილისას არ იწვევს. ჩვენ ახლა არ საუბრობთ იმიტომ, რომ საზოგადოება შევაშინოთ ფატალიზმით და გამოუვალი სიტუაციით. ჩვენ ლაპარაკობთ იმ მექანიზმზე, რომელიც აი ამ უწყვეტობას ქმნით პროცესისა და როდესაც ადამიანს უჩნდება კითხვა, რატომ არ დასრულდა ეს და თუ ვიმკურნალე კიდევაც კვების რეჟიმიც დავიცავი, საკვები რაციონით შევცვალე, მაშინ რატომ დაბრუნდა ეს პრობლემები და ჩვენ ახლა პრაქტიკულად თქვენი საუბრით ახლა ეს ახსენით, რატომ ტრიალებს პროცესი თითქოს მანკიერ წრეზე, თითქოს კი არა მანკიერ წრეზე.
და სად არის გამოსავალი პრინციპში ესეც თქვით და მე ამას გავუსვამდი ხაზს ვიდრე დავემშვიდობებით მაყურებელს რომ პირველი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის გააზრება პროცესის და ძალიან ხშირად დიახ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვისწავლოთ ჩვენი პრობლემები. ჩვენ გვაქვს პრობლემები რომელიც არის მწვავე, მოკლე დროში გადაჭრადი პრობლემები და რაც მალე მივხედავთ ასეთ პრობლემებს მით უკეთესი არ მივცემთ საშუალებას რომ გახანგრძლივდეს და არის პრობლემები რომელთა გადაჭრა გვიწევს მთელი ცხოვრების მანძილზე. ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ ამ პრობლემებთან გამკლავებას ამ პრობლემების მართვას ვერ ვსწავლობთ. მედიცინამ ძალიან კარგი თავშესაფარი მოძებნა, როდესაც ძალიან ბევრ პრობლემასთან მიმართებაში არა მკურნალობა, არამედ მართვა შემოიღო ტერმინი. დიახ. პოლიტიკოსების გან. რეალურად ძალიან სტრატეგიული ტერმინია, იმიტომ რომ იქ სადაც ბოლომდე ვერ გადავჭრი საკითხებს, მართავ და თუ მართავ ეს იმას ნიშნავს რომ თუ რამ ჩნდება მტკიცებულება, ჩნდება ახალი სამარჯვე მედიცინაში, ეს შეიძლება გამოვიყენოთ ამ პრობლემის უკეთ მართვისთვის და მედიკამენტების გამოყენება იქნება, კვების გამოყენება იქნება, სხვადასხვა ცხოვრების წესის სხვა ფაქტორების, იმიტომ რომ თუ ლაპარაკობთ, რაც თქვენ ბრძანეთ, ძილის წონასწორობიდან გამოსვლა, სტრესის და ასე შემდეგ, ეს არის ის ფაქტორები, მკურნალობის შემდეგი ამბებია, ეგენი კი მნიშვნელოვანია. რომელიც ეხმარება ადამიანს იმისთვის, რომ არის მითითება, რომ აი დაამთავრებ ამას, ეს იგი ძირითადად არის მნაწლავის მოძრაობის დარღვევა არის ხოლმე ამის მთავარი მიზეზიო, თუმცა კიდე უამრავი რამე ამის მიზეზი განსაკუთრებით იმ ადამიანებს აერევათ ხოლმე ეს მდგომარეობა და ემართება წვრილნაწლავში გამრავლება, რომელიც ნაწლავზე ოპერაციას იკეთებენ განსაკუთრებით აი ამ მესმის რომ ბარიატრია აუცილებელი ამბავია ზოგ შემთხვევაში, მაგრამ მარტო იმისთვის გაკეთება, რომ ცოტა მოვიკლოს წონაში ნამდვილად არ ღირს, იმიტომ რომ აი ეს გემართება, მით უმეტეს თუ წვრილნაწლავის ტრანსპოზიციას აკეთებ, ხო? გამოითიშება აბარა და განაწყვეტება ეს წვრილნაწლავის ბაქტერიები. ამიტომ გეუბნევიან ამ მკურნალობის და დიეტის შემდეგ მიხედეთ იმას მოძრაობას, ანუ მობილურობას ნაწლავისა და პირიქით. ამიტომ მოწოდებულია მე ფიტოთერაპია მოწოდებული, აი პირდაპირ შედის გაიდლაინში ჯინჯერია, ჯანჯაფილია დაწერილი, რომელსაც ამერიკელებმა მიანიჭეს აი ურსულობის დროს ღებინების საწინააღმდეგო ეფექტი. ბუნებრივად შეიცავს. თვითონ მკურნალობის მერეც არის ალტერნატივა, მცენარე, ანუ ფიტოთერაპიაზე გადასვლა. თვითონ ამ მწვავე ანტიბიოტიკოთერაპიის დასრულების შემდეგ არ გეუბნება რომ ალტერნატივაა დაუშვათ ანტიბიოტიკოთერაპიის ეს ფიტოთერაპია, მაგრამ არის ამაზეა დაფუძნებული რეალური ექიმი. ჩვენ დაგვავიწყდა რომ ჩვეულებრივი მკურნალობა ადგილობრივ საშუალებებით, აი ფიტოთერაპიული საშუალებით, აი ფიტოთერაპევტის დახმარება აქ იქნება ძალიან საჭირო. იმანაც ბრმად კი არ უნდა დანიშნოს, აი ამას უხდება, იმას უხდება, აი ამაზე დაფუძნებული შეიძლება მცენარეული მედიკამენტი შეარჩიო, რომელსაც ის გართულებები არ აქვს, რაც თქვათ ანტიბიოტიკს და ეს დიდხანს გამოიყენო. ამიტომ თუ ყველაფერი ამას შეასრულებთ და თან პაციენტიც მოწადინებულია, რომ ეს დაასრულოს, იმას აუცილებლად ექნება შედეგი. მე უბრალოდ ვამბობ, რეალურ ცხოვრებაში ძალიან ძნელია ამასთან გამკლავება და პაციენტს უხსნი, ხა ჩემ პაციენტებსაც გულისხმობ და სხვებისაცაც. აი ეს ვაჟებ შავლას არ იყოს, ადვილ ნუიტყვით ვაშკაცზე არა ვარ გაო იმასა ისი არის ეგ ამბავი. ექიმმა კი დაწერა ყველაფერი სწორად, მაგრამ შედეგი შეიძლება ამის გამო მაინც არ იყოს. ამიტომ არ უნდა მოგწყინდეთ მეგობრებო, პაციენტებო და მათ შორის მეც, იმიტომ რომ ეს ყველას გვჭირს, რომ აღარ უნდა ვიყოთ სხვაზე დამოკიდებული, ვისწავლოთ უნდა, რომ აი ეს საკვები ამ სიტუაციაში, ღამის თევა, სტრესი და ყველაფერი ამაზე მოქმედებს და წამალი ამას ბოლომდე არ უშველს. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის, როდესაც წინა ხალი წელია დასაწყისასწაულო მარათონი საქართველოს, მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამის გათვალისწინება და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ახალი წლების მერე ისევ შევხვდებით ერთმანეთს. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ინტერნისტი, თერაპევტი, გასტროენტეროლოგი ბატონი გიორგი გვილია. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება. მადლობა. კვებითი შუქნიშანი ყველა თემასთან დაკავშირებით განსხვავებულად არის ხოლმე აწყობილი და თქვენ ეს ძალიან კარგად იცით. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გჭირდება იმის შეხსენება, რას ნიშნავს მთავარი პრინციპები. მთავარი პრინციპები, რომელიც შეგვიძლია თეფშსაც დავატიოთ და ყოველთვის ვიწყებთ თეფშით. თეფშით როგორც იმ სქემით, რომელსაც შეუძლია ბოსტნეული და ხილი დღიური რაციონის ნახევრად წარმოგვიდგინოს, ხოლო მეორე ნახევარი იყოს ცილოვანი კომპონენტი მარცვლეულ ბურღულეულთან ერთად. აუცილებლად გაგვახსენოს, რომ ხუთი ფერის, ხუთი ჯგუფის პროდუქტი
სჭირდება ადამიანს ნორმალური ფიზიოლოგიური ფუნქციების შესასრულებლად. და ეს ყველაფერი ყოველთვის მოითხოვს თარგმანს კონკრეტული პრობლემის გათვალისწინებით, კონკრეტულ ენაზე, როგორც გადაცემის დასაწყისში დარწმუნდით, ბაქტერიების სიგნალების გათვალისწინებით და ამ სიგნალებთან მიმართებაში ჩვენ ყოველთვის ვარჩევთ ხოლმე საზრდოს შესაბამისად. თუ ჩვენ საუბრობთ წვრილი ნაწლავის ბაქტერიებით დაბინძურებაზე და თქვენ ეს უკვე იცით, რას უკავშირდება, იმიტომ რომ მთელი დღევანდელი ჩვენი საუბარი, ჩვენი გადაცემის თემა სწორედ ეს გახლდათ. როდესაც რაღაცა ტიპის ბაქტერია ცოტა უფრო ჭარბად იზრდება, რაღაც ნაწილი ბაქტერიების აღმოჩნდება იქ, სადაც არ უნდა იყოს, დაზარალდება წვრილი ნაწლავის კონკრეტული სეგმენტი და განსაკუთრებით მისი ფუნქცია, რომელიც არის მთავარი ბიოქიმიური ქარხანა საკვების მონელებისა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ შესაძლო შედეგები, რომელიც ახლა ჩვენთან ეკრანზეა. მოდით მიაქციეთ ყურადღება, რატომ არის კონკრეტული ნივთიერებების შეწოვის და შეთვისების ხარვეზი დაკავშირებული ნაწლავის ფუნქციასთან. მე ვფიქრობ, აქ კითხვა არავისებადება, რომ ეს ყველაფერი ხდება ნაწლავში. ვინელებთ, ვითვისებთ, გადავაადგილებთ საკვების შემადგენელ კომპონენტებს, მაგრამ მაშინ, როდესაც ვლაპარაკობთ წვრილ ნაწლავზე, სადაც ყველაზე მთავარი მოვლენები ვითარდება, ანუ მთავარი სპექტაკლი, სადაც იდგმება, მთავარი სცენა, სადაც გვაქვს ნაწლავში, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ როდესაც ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების მონელებაზე ვსაუბრობთ და მათ როლზე ვსაუბრობთ, საბოლოოდ ეს პროცესი დასრულდება სწორედ წვრილ ნაწლავში და მათი შეთვისება არის ნაწლავის ამ სეგმენტის სინდისზე. და თუ დარღვეულია წონასწორობა ბაქტერიებს შორის, დარღვეულია ეს თანაფარდობა, მაშინ აღმოჩნდება, რომ სამივე ეს საკვები ნივთიერება, რომელიც არის მთავარი ენერგომატარებელი ჩვენთვის, ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მათი შეწოვა არაუბრალოდ როგორც ცალკეული კომპონენტების სახით, არამედ როგორც ენერგიის სახით დააკლდება ჩვენს ორგანიზმს. რა შეიძლება დააკლდეს წვრილ ნაწლავში მიმდინარე პროცესების დამსახურებით ორგანიზმს? დააკლდეს მაგალითად ცხიმის გარდაქმნასთან, უბრალოდ ცხიმის მონელებასთან დაკავშირებული ზოგიერთი მარილის ცვლა. ნაღლის მჟავები ღვიძლში გამომუშავდება, მაგრამ მათი გარდაქმნა მარილებად და გარკვეული პროცესები, რომელიც ციკლურ მოძრაობას უზრუნველყოფს, დაკავშირებულია ნაწლავის როლსა და ფუნქციასთან. და ასეთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ბაქტერიების არასწორი, ზედმეტი, ჭარბი გამრავლება და განვითარება წვრილი ნაწლავის კონკრეტულ უბანში, რომელიც ამ პროცესსაც დააზარალებს და ჩვენ არაუბრალოდ ცხიმების მონელებასთან დაკავშირებული სირთულე გვექმნება, არამედ ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვის პრობლემაც გვექნება. რომელია ცხიმში ხსნადი ვიტამინები? A, D, E, K. ანუ გამოდის, რომ ამ ვიტამინების შეწოვის შეფერხება ასევე დაუკავშირდება ამ პრობლემას. ისევე როგორც B12 ვიტამინის ცვლასთან დაკავშირებული ერთი კონკრეტული რგოლი შეიძლება დაზარალდეს და ესეც უნდა გავითვალისწინოთ. რადგან შეიძლება მაგალითად დღის წესრიგში დადგეს, თუ ეს პრობლემა არ გადავჭერით, არ ვუმკურნალეთ, არ მოვუარეთ, არ დავსვით დიაგნოზი და შემდეგ სათანადოდ არ გამოსწორდა ეს საკითხი, რატომ შეიძლება დაზარალდეს მაგალითად ჩვენი ძვლოვანი სისტემა და რატომ შეიძლება განვითარდეს კენჭები თირკმელში, როგორც ჩვენ ამბობთ ხოლმე, ანუ კონკრიმენტები. აღმოჩნდა, რომ კალციუმის ცვლაში ძალიან მნიშვნელოვანია რა მდგომარეობაშია წვრილი ნაწლავი. რამდენად კარგად მუშაობს და ახერხებს შეასრულოს თავისი ფუნქცია. და თუ ბაქტერიების გადანაცვლებაზე ვსაუბრობთ, ბაქტერიების ჭარბ გამრავლებაზე ვსაუბრობთ, ბაქტერიებით დაბინძურებაზე ვსაუბრობთ წვრილი ნაწლავისა, ერთ-ერთი შედეგი შეიძლება იყოს კალციუმის შეწოვის შეფერხება. სხვათა შორის მაგნიუმის შეწოვის შეფერხებაც შეიძლება გამოიწვიოს, რაც არა მარტო ძვლოვან სისტემაზე, არამედ ნერვულ სისტემაზე აისახება და ნერვკუნთოვან გადაცემაზეც კი აისახება. მოკლედ, ძალიან ბევრი პრობლემა შეიძლება ავხსნათ მხოლოდ და მხოლოდ იმ პროცესით, რაც ხდება ჩვენს წვრილ ნაწლავში და მათ შორის ის მდგომარეობებიც, როდესაც საკვებს ვაძლევთ ჩვენს ორგანიზმს, თითქოს ძალიან კარგად გულდასმით შევარჩიეთ ესა თუ ის პროდუქტი. გავითვალისწინეთ ამ პროდუქტის შემადგენლობა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დანიშნულების ადგილას ეს ნივთიერებები არ მივიდა, უფრო სწორად ვერ მივიდა, იმიტომ რომ წვრილი ნაწლავი ამაში სათანადოდ ვერ დაგვეხმარა. მაგრამ არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. როდესაც შუქნიშანზე ვსაუბრობთ და იმ მრავალფეროვნებაზე, რომელიც ჩემს უკან არის, როგორც წესი ჩვენ ძალიან
კეთილგანწყობილი სიტყვებით მოვიხსენიებთ ბოსტნეულს, ხილს, იმისთვის რომ საკუთარი ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ, საკუთარი კუჭ-ნაწლავის ტრაქტი დავიცვათ უამრავი პრობლემისგან. და ეს ის მდგომარეობა, თუ ჩვენ საუბრობთ წვრილი ნაწლავის დაბინძურებაზე, წვრილი ნაწლავის მასშტაბში კონკრეტული ბაქტერიების ჭარბ განვითარებაზე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მათი უნარიც დაარღვიონ მონელების წონასწორობა და ასეთ შემთხვევაში ყველაზე ნაქები, ყველაზე რეკომენდებული ვაშლიც კი აღმოჩნდება თავისუფლად წითელ ზონაში. რატომ? იმიტომ რომ მისი გადამუშავებისას ადამიანს გასწარმოქმნა გაუძლიერდება, მუცლის ყურყური, ნაწლავის დაჭიმურობა, დისკომფორტი და ასე შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ კონკრეტული ჩამონათვალი პროდუქტებისა, რომელთა მონელება ასეთ შემთხვევაში, რომელთა ათვისება ასეთ შემთხვევაში ბევრად უფრო გაუჭირდება ორგანიზმს. ჩვენ ამ თემაზე გვისაუბრია, ეგრეთ წოდებულ FODMAP დიეტაზეც არაერთხელ გვისაუბრია და თქვენ ძალიან კარგად იცით ამის შესახებ, ჩემს წიგნშიც წაგიკითხავთ ინფორმაცია, მაგრამ თუ ჩვენ გამოვყოფთ ზოგიერთ პროდუქტს, ზოგიერთი პროდუქტი გამოირჩევა თავისი შემადგენლობით. ხოლ ბარბარობაა და მე ვისარგებლებ შემთხვევით ბევრ ოჯახში დარწმუნებული ვარ, ახლა ლობიოს ამზადებენ ან ლობიანის გამოსაცხობად ემზადებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც საკითხები, რომელიც თავად ლობიოს უკავშირდება, კარგი იქნება თუ გავიხსენებთ. კერძოდ, ჩვენს ორგანიზმს უჭირს ლობიოს, სოკოს და მსგავსი პროდუქტების მონელება. რატომ? იმიტომ რომ მაგალითად ლობიოში არის ნახშირწყალი, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი ასე ადვილად ვერ გადაამუშავებს ხოლმე. და ჩვენ ვლაპარაკობთ ტრიხალოსაზე და რაფინოზაზე და აი ამ ნახშირწყლების გადამუშავების სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ბოლომდე ვერ ვინელებთ, სამაგიეროდ ჩვენს ნარჩენებზე ქეიფობენ ბაქტერიები. რაში გამოიხატება ეს? ისინი წარმოქმნიან გაზებს, ისინი ქმნიან იმ დისკომფორტს, უბრალოდ მათი გადამუშავების პროდუქტები, რომლის გამოც ადამიანთა ძალიან დიდი ნაწილი უარს ამბობს ლობიოს მოხმარებას. მაგრამ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ხრიკი. რა თქმა უნდა, არის კატეგორია ადამიანების, რომელთაც აუცილებლად ვურჩევთ ექიმები, რომ ლობიოს გამოყენება შეზღუდოს. ან ძალიან ფრთხილად მინიმალური რაოდენობით გამოიყენოს. ან კატეგორიულად არასდროს გამოიყენოს ლობიო. ასეთი შემთხვევები უფრო იშვიათია. ჩვენ როგორც წესი ფრთხილ დამოკიდებულებას ვირჩევთ ხოლმე. მაგრამ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმ ადამიანებზე, ვისაც ლობიოსთან დაკავშირებით სამედიცინო წინააღმდეგობა არ აქვს და სჭირდება სწორად მოიხმაროს ეს პროდუქტი, გავითვალისწინოთ, რომ ეს არის უნიკალური მცენარეული ცილა, მასში არის ძალიან განსხვავებული ნახშირწყლები, მასში არის ბეჯგუფის ვიტამინები, რკინა არის საკმაოდ მაღალი კონცენტრაციით, არის მაგნიუმი და სხვა მინერალები და მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი გადავარჩინოთ. ამიტომ თუ თქვენ ბევრჯერ ხარშავთ ლობიოს და ყველა ნახარს ღვრით, თქვენ ძალიან ბევრ სასიკეთო თვისებას ლობიოსი უნდა შეელიოთ. ავტომატურად გამოდის რომ წყალს ვატანთ. მაშინ როგორ უნდა მოვიქცეთ? ისევე როგორც ვიქცევით მარცვლეულ ბურღულეულის შემთხვევაში, პარკოსნების შემთხვევაშიც ტექნოლოგიურად მნიშვნელოვანია ჩალბობა. თუნდაც იმიტომ, რომ ლობიოში არის ფიტინის მჟავა, რომელიც მასშივე არსებული რკინის შეთვისებაში ხელს გვიშლის. და როგორ უნდა დავიცვათ ამისგან? ვალბობთ წინასწარ, ანუ კარგად გარეცხილ მარცვლებს ვასხამთ მდუღარეს, დავაყოვნებთ, შემდეგ ამ სითხეს გადავღვრით და მხოლოდ ამის შემდეგ, როდესაც ის გასუფთავდება, წყალს გადავავლებთ, მერე შეგვიძლია უკვე მოვამზადოთ მისგან კერძი და ასეთ შემთხვევაში გაფუებული მარცვალი ძალიან ცოტა ხანს მოითხოვს თერმულად დამუშავებას, ხოლო ყველა ის სარისკო ნივთიერება, რომელიც ფიტინის მჟავის სახით მაგალითად თუნდაც იყო მასში, მოშორდება ისე რომ რა თქმა უნდა ექნება დანაკარგი საკვები ნივთიერებების, მაგრამ არც ისეთი დიდი იმასთან შედარებით, ვიდრე 3-4ჯერ მოვხარშოთ და გადავუყაროთ ნახარში. ეს არის ის ტექნოლოგიური საიდუმლო, რომელიც შეიძლება ყოველთვის გამოვიყენოთ პარკოსნებზეც და მარცვლეულ ბურღულეულზე. ჩვენ შევთანხმდით წლების მანძილზე ამასთან დაკავშირებით და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ერთგული მაყურებელი ამ წესებს იცავს. დღეს მე ამით გემშვიდობები, წინასწარ გილოცავთ ბარბარობას, ჯანმრთელობას და დღესგრძელობას გისურვებთ.